აქ არ შემოიყვანოთ. სადმე სხვაგან წაიყვანეთ. გაჩუმდი, კარგი? კარგი, ჩუმად ვარ. ბატონი პროკურორი ცოტა ხანში პირადად შეგხვდებათ. ეს გამაკლდა. რა ხდება, ჰალილ? ჩვენთან რატომ შემოგიყვანეს? რომ ჩაგვიშვა? არა, დანარჩენებს რომ არ ეგონოთ, კაცი ხარ. მუქარისმეტი არაფერი შეგეძლია ილმას. ფიქრეთ. ხომ ნახე ამბობდა რომ მოკლავდა და ასე შემდეგ, მაგრამ აბა რა ხდება? ნახე ცოცხალი დაუნებელია და სხვათა შორის თუ აქედან გავა, აუცილებლად გააკეთებს. აუცილებლად. არაფერსაც არ გააკეთებს. შეხედე სახეზე ფერი არ ადევს. შეხედე. ძმაო, არც აქ გვასვენებ? თავიდან ვერ მოგიშორეთ. ვერც მომიშორებთ. გაითვალისწინეთ. ეს გახსოვდეთ. ვისი იმედი გაქვს? დაჯექი მეთქი. ხელი გამიშვი. საკმარისზე მეტი ვართ. ჰალილ იბრაჰიმ. გაფრთხილებას ენ უიქცევი. ჩაუშვი ვინც გინდა და მე აქედან მოშორდი, გასაგებია? დაჯექი. დამშვიდი ევოს. რა თქმა უნდა, ცუდად მოვიდე, მაგრამ ჩხუბს თუ დავიწყებთ, არ მგონია აქედან რომელიმე ცოცხალი გავიდეთ. აბა წარმოიდგინეთ. ლემეთი ძალიან ბევრს და უაზროდ ლაპარაკობს, მაგრამ ზოგჯერ რეალობასაც. ზოგჯერ. რიзвან, სადილზე რატომ შეხვდი, არ გვეტყვი? რიзвანს დაემუქრა და თავისი სავარძელი ამას გადმოულოცა დურსუნ. რა სისულელია. რა მოხდა? არ მოგწონს? შენ არაფერ შუაში ხარ, ფიქრეთ. სანამ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებ და ჩვენთვის უნდა ეკითხა. რადგან ყველა აქ ვართ, ვილაპარაკოთ კიდეც. ჰალილ იბრაჰიმმა წინადადება შემომთავაზა. მითხრა რომ ფიქრეთს ენდობა და უნდა რომ მასთან ერთად იმუშაოს. მე კი ჩავთვალე რომ მომგებიანი შემოთავაზება იყო და გადაწყვეტილება მივიღე. ჩემთვისაც მომგებიანია, ფიქრეთ, უბრალოდ აქ ილმაზის გამო აღმოჩნდით. შეიძლებოდა ბევრად უარეს ადგილზე აღმოჩენილიყავი. მაგალითად ძმაო ილმაზ, ციხეს გულისხმობ? მიწის ქვეშ, ლევენტ. მიწის ქვეშ. ამ წუთში მამა შენს მოკლით დაემუქრა, შენ კი ისევ ძმას ეძახი. ულამაზო საქციელია ძმაო ილმაზ. ისევ ძმაო. ფიქრეთის წინააღმდეგი არ ვარ. დედამისი გამო მიგზავნა, მან კი შემატყობინა რომ ფიქრეთს ხელმძღვანელის ადგილის დაკავება უნდა. მამიდამ თხოვა მხარი დაუჭირო და მეც დავთანხმდი, მაგრამ თუ ჰალილ იბრაჰიმთან ითანამშრომლებს, მაშინ ასე არ გამოვა. ამიტომ ადგეს და თქვას, რომ არ თანამშრომლობს და ეც მხარს დაუჭერ. აღიარეს, რომ ჰალილ იბრაჰიმთან არ ითანამშრომლებს. ილმაზ. გეყოფა დედაჩემის სახელსამოფარება. გასაგებია? შენთან ყველა საკითხს პირადად მოვაგვარებ. გულს მდგენ, ფიქრეთ. ამ ყაჩაღის გამო საკუთარი ბიძის წინააღმდეგ წახვალ?
და ჯეკი მეთქი. იაბო შვილო. დამშვიდდი, გინდა გამსლისო? დამშვიდდი. გაჩუმდი ილმას. ცოლ-შვილი იმის გამო მოგიკლეს, რომ ბევრს ლაპარაკობ. მაიძულე გამაჩუმო, თუ გამოგივა. უკვე ბევრმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ვნახოთ შენ გამოგივა თუ არა. ადექი დაეხმარე. არ შეიძლება. 3-1-ის წინააღმდეგ არ შეიძლება. ბატონებო, ხომ გითხარით ჩვენთან არ შემოიყვანოთ მეთქი? ყველას დაგხოცავს, ნამდვილი გიჟია. გაიყვანეთ აქედან. ყველა დამშვიდდით და მოწესრიგდით. პროკურორთან შესახვედრად მიდიხართ. მოემზადეთ. წადი, რას მიყურებ? ზეინებ, სად მიდიხარ? რაღაც საქმე მაქვს. კარგი, დროებით. დროებით. მოგბრძანდით, ბატონებო. პროკურორს არ უთქვამს, რომ დაჯდომა შეიძლება. ასე, ბატონებო. იქნებ ვინმეს რამის თქმა უნდა. გისმენთ? პატივცემულო პროკურორო. მე შემიძლია რამდენიმე სიტყვა ვთქვა, თუ ნებას მომცემთ. დიახ, თუ ჩემს პირობებს დაიცავთ. აქ არავინ არაფერს გეტყვით, პროკურორო, მაგრამ ილმას მარტენმა ძალიან ბევრი დააშავა. აქ ამიტომაც ვართ. რა დააშავა, ფიქრეთ, მითხარით? თუ ასეთი მამაცია, თვითონ თქვას, პროკურორო. არ ვიცი რა გააკეთა, მაგრამ ფაქტია, კარგი არაფერი, რადგან ყველანი აქ ვართ. თავად თქვას. რა ხდება, ფიქრეთ? გადაწყვიტე პოლიციასთან ჩამიშვა? პოლიციასთან ჩაგიშვას არა. ცდილობს შანსი მოგცეს. ილმას რამე გაქვს სათქმელი? მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს მოხდა. პატივცემულო პროკურორო. თუ რაიმე მტკიცებულება და სამხილი გაქვთ, შეგიძლიათ დამაკავოთ. თუ არა და მაშინ თქვენი ნებართვით მე დაგტოვებთ. უგაცრავად. ყველას გაგიშვებთ. აბსოლუტურად ყველას. უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს. მაგალითად, რამდენი ადამიანი დამირეკავს შენთან დაკავშირებით? რამდენი ადამიანი? თითოეულ თქვენგანს გულისხმობთ.
უკვე მივიღე რაც მინდოდა. შეგიძლიათ აქედან მოშორდეთ. ძალიან მალე სასამართლოში შევხვდებით. ყველა ჩანაწერი წაშალე ოგუს. ბატონო პროკურორო, ყველაფრის უკანესი ილმაზი დგას, ხომ ასეა? დააკვირდით? ამას მივხვდი ოგუს, მივხვდი, მაგრამ ჩანაწერს მტკიცებულების სახით ვერ გამოვიყენებთ. ჩემი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ შიგნით განხეთქილება აქვთ და ეს განხეთქილება ფიქრეთ ლეტოს გამო მოხდა. ერთ რამეს ვერ ხვდები. ილმაზმა ჯაშუში უწოდა ჰალილ იბრაჰიმს. რაც გულისხმობდა? ამას ვერ მივხვდი. ფიქრობს, რომ ჰალილ იბრაჰიმს ხელს ვაფარებთ. წინა ჯერზე მეც იგივე მითხრა. ხელს ვაფარებთ? როგორც ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ არ გვესვრის. ჩვენ გვესვრის თუ არა, მათი მფარველობის უფლება არ გვაქვს. ეს სასამართლოს მოვალეობაა. ეს თამერმა გითხრა? გითხრა, რომ ალი ქემალი და ჯენგიუსი მოკლა? თამერმა არა, ლეილამ მითხრა. ღმერთო, ექალი ნამდვილი ღვთისმსახურია. როგორ გაიგო, რომ ლევენტი გოგოს დასაბრუნებლად გაგზავნა? ლეილამ შეტყობინება არ წაშალა. ედანურ, ისე ლაპარაკობ, რომ ძალიან მაშინებ. ასიებ რომ გამოგიჭეროს? თუ გამომიჭერს, გამომიჭეროს, ზეინებ. არაფერს დამიშავებს. ვერ ხედავ რა ხდება. ზეინებ, სანამ ის მაქვს რაც სჭირდება, არაფერს დამიშავებს. ძალიან ფრთხილად ვიქცევი. კარგი, მისი არ გეშინია, მაგრამ არც თამერის გეშინია? არ მინდა სულ შეგახსენო, მაგრამ ის თარიქის ასლი გახდა. ღმერთმა ქნას დასასრულიც ასეთივე კონდეს. ჩემზე ნუ ფიქრობ. როგორ ხართ? რა ხდება? შენ და ჰალილ იბრაჰიმი როგორ ეწყობით? კარგად ვართ. კარგად. ედანურ, ხომ მითხარი, რომ თუ ოდესმე ჰალილ იბრაჰიმი ჩემი ქმარი გახდებოდა, მისგან არაფერი დამემალა? ზეინებ, არ მითხრა, რომ იცის. ჰალილ იბრაჰიმი თემელსაც მოუყვება. პირობა მომცა და შეასრულა კიდეც. შენზე ძალიან ნერვიულობს. უნდა რომ ყველაფერი მიატოვო და დაბრუნდე. ახლა არა, ზეინებ, ახლა არა. გონი არ მინდა თქვენთან ვიყო. საყვარელ ადამიანს ჩავეხუტო. მინდა სემასთან მივიდე და ვკითხო, როგორ დაიჯერა, რომ მოღალატე ვარ. მაგრამ არა უშავს. სემაზე გამახსენდა. გახსოვს ვთქვი, რომ მახის შესახებ ელიფისგან გავიგე, მაგრამ სემამ არ დაიჯერა. არ დამიჯერა. იმედია სემასთვის არაფერი გითქვამს. არა, მაგრამ თხოვა გადმომეცა, რომ ადამიანი, რომელიც მეხმარება, ძალიან უყვარს. მეც ძალიან მიყვარს. რადგან სიყვარულის თემას შევეხეთ, გთხოვ, ნუ დამიმალავ. შენსა და ჰალილ იბრაჰიმს შორის რა ხდება? მართლაც ოლქმარი ხართ? სანამ ხელჩაკიდებულს დაგინახავდით, მართლა ვფიქრობდი, რომ თქვენ შორის არაფერია, მაგრამ
მაშინ შეყვარებულ წყვილს გავდით. მის ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ მე შეყვარებული ვარ. მაშინ მე გეტყვი. კაცი არასდროს ჩაგიდებს ასე ხელს ქალს, რომელიც არ უყვარს. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები. ამიტომ დამიჯერე. ლეილა? ბავშვი კარგადაა? ხო, ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი რიგზეა. ხომ იცი არ მყავს დედა, რომელსაც შეუძლია დამამშვიდოს? არ მგონია ჩვენ სახლში მსგავსი ადამიანი იპოვა. როგორც წესი, ჩვენები მხოლოდ კლავენ. თუ გინდა, შეგვიძლია ცოტა ხანს აქ დავსხდეთ. წავიდეთ, თორემ საყვედურობით აგავსებს. დაკითხვას დაგიწყებს ამდენ ხანს სად იყავიო? მართალია. მოიცა, დაველოდოთ. ჯერ დაველოდოთ. დაველოდოთ. შეგველის გაჩენილო. ყველგან შენ ხარ. მაგრამ მაგ თავს წაგაცლი გველო. გველო. წავიდეთ. გეტყვი სადაც წახვიდე. წადი. შენ შესახებ რამე უნდა ვიცოდე? მაგალითად ის, რაც ილმაზმა თქვა. სხვა რა უნდა ეთქვა ფიქრეთ? მას მხარს უჭერს ხალხი, რომელსაც ილმაზის ძულს? მართალი ხარ. როგორ შეიძლება ხალხს უყვარდეს? არავის ინდობს. ავტოგასამართის სადგურიც ააფეთქა და ამის შემდეგ ვის უნდა უყვარდეს? მაგრამ შეიძლება შენ შეგიყვარონ. ჩემი გვარი ლეტოა. ვერ ხვდები? ზეინებიც ლეტო იყო, მაგრამ ახლა ხალხს ძალიან უყვარს. და როგორ მოვიქცეთ? გვარი შეცვლას არ ვაპირებ. დიახ. მაგრამ შეგიძლია ადამიანებს შეუცვალო მოსაზრება. როგორ? ამ ყველაფრის შემდეგ ვინ დამიჯერებს? მე მჯერა შენი ფიქრეთ. ამიტომ გეუბნები, რომ შეგიძლია ყველაფერი შეცვალო. თუ საკუთარი თავის შენც გჯერა, მაშინ შენთან ერთად ამ ხალხის წინაშე გამოვა. ვეტყვი, რომ სხვებისგან განსხვავდები და ვთხოვ შანსი მოგცენ. მე კი გეტყვი, რომ ამაოდ ვცდილობ. არა. ვალდებული ხარ ასე მოიქცე. ილმას ომი გამოუცხადე. მოკლავენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნებათ. ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდება და თან იმ ადამიანის ხელით, ვიზეც არასდროს იფიქრებდი. ჰალელ იბრაჰიმ.
ისედაც გამუდმებით ველოდები და ემოვიდეს. რა ვერ გაიგე? უთხარი რომ დედა შენის კალთას ნუ ეფარება? ამიტომ ზურგში ჩაგარტყამენ დედასთან რომ უთანხმოება არ მოუვიდეთ. არ გამიკვირდება. ბიძია. რაოც მიშვილო. გახსოვს მითხარი რომ სამი ოჯახი არსებობს და ვისაც ეს ოჯახები მხარს დაუჭერენ, აქ მართველიც ის იქნება. დიახ, გითხარი, მაგრამ ლეტოს ოჯახი არ უყვართ. ფიქრეთს თავის დაწესებულებაში არ შეუშვებენ. ლეტოს არასდროს ენდობიან. არ გეწყინოს ფიქრეთ. ხომ გითხარი, ამაოდ ცდილობ. არა უშავს. შენ მაინც უთხარი ბიძია მოვიდნენ. ყავან ჩაიდალიონ. ფიქრეთს მოусმინონ და შემდეგ თვითონ გადაწყვიტონ დაუჯერებენ თუ არა. როდის? უახლოეს მომავალში. კარგი, გადავცემ. აბა? ამ ხალხს რას ვეტყვით? მითხარი რა მოიფიქრე? ვიღაც მოვიდა. მობრძანდი ზეინებ. აქეთ მობრძანდი, მან ტალახია. მიხარია თქვენი ნახვა. შოთამ გიგითხა, გვეჭხობა იმის გამო, რომ მარტო გაგიშვით. ზოგს უყვარ ხარ, ზოგს კი არა ზეინეფანი. ახლა მარტო დარჩენა არ შეიძლება. ყველა გაგიჟებულია. ასე ამიტომ ვთქვი. მართალი ხარ შოთა. ამბობ რომ შოთა მართალია, მაგრამ როცა შენთან ერთად წამოსვლა შემოგთავაზე თუ არ გვითხარი, ვერაფერი გავიგეთ. სხვა დროს სემასთან ერთად წავალ-გვირდები. კარგი, სემასთან ერთად შეიძლება. ჩვენი ძმები იქით არიან ზეინებ. გმადლობ ოსმან. გონი ნერვიულობდა. არ ვიცით სად იყო რომ მივხვდეთ რატომ ნერვიულობს. რატომ არავინ გითხეთ სად წავიდე. ჩვენ რატომ დავკითხოთ, ჰალილ იბრაჰიმი კითხავს. ძმა და მამა დააკავეს, სად უნდა წასულიყო თემელ თავის სახლში. არა, იქ არ ყოფილა. გესმის? და სად იყო? არავინ მკითხეთ. რა გჭირს? ასეთი მოწყენილი რატომ ხარ? იმის გამო ხომ არა რომ მალევე გამომიშვეს. ფიქრობდი როგორ მეთქვა. მაგრამ რადგან მკითხე პირდაპირ გეტყვი ძმაო. ჩვენმა ძმამ თამერმა ჯენგიუზი და ალი ქემალი მოკლა. ვერ გავიგე? რა ვერ გაიგე ძმაო? ჩვენმა ძმამ დეიდა საქინეს შვილები მოკლა. ასიემ უბრძანა. მისმა შვილმა კი შეასრულა. მამა შენმა იცის? თუ ასიემ თამილი აიძულა მსგავსი რამ გაეკეთებინა, მაშინ დარწმუნებული ვარ ამ საქმეში მამად ჩართო. როგორ გაიგე? ლეილა მითხრა. ლაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ დაიჭირეს და შემდეგ ბიჭები მოკლეს. თუ ძმა რეშიდი გაიგებს, ნამდვილად მოინდომებს შური იძიოს. ან ეს ვინმე სხვამ უნდა გააკეთოს. შოთას თვალებში ვერ შევხედე. ელიფი რას იზამს? ან დეიდა საქინე? ზეინებ, ეს პასუხია იმაზე, რაც დეიდა საქინემ უკვე გააკეთა. ერთი უბედურება მთავრდება და მეორე იწყება. ერთო ჩემო. ძალიან გემრიელია. გემრიელი ჩაია.
საქმეზე გადადი εσύ. ფაქტია აქ იმისთვის არ მოსულხარ, რომ ჩაიდალიოთან ასეთ დღეს. ძალიან რთული დღეა. გაუგებარიების ხელი ვის ჯიბეშია. ვერ ხვდები რისი თქმა გინდა. ფიქრეთი ხელმძღვანელად დაასახელე? ვინ გითხრა? მამინდა შენმა, ნადიმემ. მითხრა, რომ მისი სიტყვის გჯერა. მეჭორების მიხედვით არ მუშაობასი. თუ ჩაიდალიე ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ასე რომ სანამ საქმე კიდევ გაქვს ილმას. ყურადღებით მომისმინე. თუ ჰალილ იბრაჰიმს დაგაჯერინებ, შენს ხელში აღმოჩნდება. რა სიტყვი? ამას როგორ გააკეთებ? ძალიან მარტივად. მაგრამ ჯერ ფიქრეთს უნდა მივხედო. არ ვარ თანახმა იმაზე, რომ რიზვანმა თავისი ადგილი დატოვა და განსაკუთრებით წინააღმდეგი ვარ იმის, რომ თავის ადგილზე ფიქრეთი არჩია. თუ ამ ოჯახის მმართველი ვინმე იქნება, მაშინ ეს მე ვიქნები. მზად ვარ შენთან ვითანამშრომლო. ყველაფერზე თანახმა ვარ. ყველაფერზე. ასია. ჰალილ იბრაჰიმს როგორ გადმომცემ? თუ დამარწმუნებ, რომ ეს შესაძლებელია, მაშინ მზად ვარ ვითანამშრომლო. მზად ვარ. ძალიან კარგი. მაშინ უთხარი ჩაი მომიტანონ და ყველაფერს მოგიყვები. მიდი. ნუსრეთ. ასია ჰანიმს ჩაი მოუტანე. დიახ ბატონო. შედარებით მსუბუქი. ილმაზ. ნადიმე. ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ ამბობ. ყველა განყოფილებაში ვიყავით, ვიცით? ილმაზი ამაზე რასაც ფიქრობს. რასაც თქვენს გასაგონად ამბობ, ჩემთვის არაფერს ნიშნავს დურსუნ. ილმაზი ჩემთვის მოცემულ პირობას აუცილებლად შეასრულებს. ფიქრეთს მხარს დაუჭერს. აღრისთვის მოხვედი ნადიმე. არა, გამიხარდა, მაგრამ ჩვენგან რა სიტყობ? ნარგიზ, კარგად გიცნობ და ყოველთვის ძლიერების გვერდით ხარ. მამაკაცები ისედაც ძლიერები არიან. ჩვენს ძალებს ხალებიც თუ გავაერთიანებთ, მაშინ მოგებულები დავრჩებით. მისმინე, იავუზი რიზვანის ქალიშვილზე ქორწინდება. ლეილა ასიეს შვილი კია, მაგრამ დედას საერთოდ არ გავს. ანუ თუ ჩვენი ბიჭები და ჩემი ქალიშვილის ქმარი თავის ძალებს გააერთიანებენ, ასია დასუსტდება. იმის თქმა მინდა, რომ არასწორ არჩევანს ნუ გააკეთებენ. რამე არასწორი ვთქვი, ნარგიზ? კარგი. ფიქრეთს მხარს დავუჭერთ, მაგრამ ერთი პირობით. ნარგიზ, ჯერ ისევ აქ ვარ. მეც იმას ვიტყვი, რასაც შენ. ჯერ მომისმინე, გთხოვ დურსუნ. ჩემი შვილი ფიქრეთს მხარს დაუჭერს. მაგრამ შენი სიძე ჩემ შვილთან მტრობას დაასრულებს და არაფერს დაუშავებს. გასაგებია? ამ შეტყობინებას ჰალილ იბრაჰიმს ვინ გადასცემს? ფიქრეთი თუ ნადიმე? არავის მოусმენს. ზეინები ეტყვის. ქალიშვილს დაელაპარაკე. თუ მისი ქმარი დაგვირდება, რომ იავუს თავს დაანებებს, მაშინ ფიქრეთი მთავარი გახდება. იავუზი კი მისი მარჯვენა ხელი. და ჩვენ ცოლო? ჩვენ არავინ ვართ? შენის იქნები რაც რიზვანი. ახალგაზრდებს თქვენი გამოცდილება სჭირდებათ. მაგრამ სანამ ყველაფერს თქვენ მართავთ, ვერასდროს იქნებიან ლიდერები და ვერ გაიზრდებიან. მეც ასე ვფიქრობ. ზეინებს დაველაპარაკები. ყველაფერს გააკეთებს თავისი ძმისთვის.
სად იყავით? საავადმყოფოში. დედა შენმა არ გითხრა? სახლში არ არის. საწავიდა. მე ხომ არავინ არაფერს მეუბნება, ლეილა. სულ ამას გავიძახი. თამერე განყოფილებაში იყავი. არ მინდოდა ხელი შემეშალა. დედა შენმა მითხრა, რომ ლეილასთან ერთად წავსულიყავი. სწორად მოგცეულ ხარ. ექიმმა რა თქვა? კარგად ხარ? ხო, უბრალოდ დაბალი მაჩვენებლებია. ალბათ სტრესის გამო. მესმის. მეც ძალიან ნერვიულობ. მოდი დაჯექი. მოდი. რატომ რა მოხდა? რაღაც მინდა გითხო. ლეილამ ჩემზე რამე გითხრა? არა, ბოლო დროს ძალიან გულჩაწყრობილია. თუ გეტყვის, მაშინვე შემატყობინე, კარგი? კარგი, რა თქმა უნდა. ასია ხანიმ, თქვენზე ნერვიულობდით. რატომ? რა მოხდა? როგორ თუ რატომ დედა? კარგი, ესენი საავადმყოფოში წავიდნენ, მაგრამ შენ რას აკეთებდი, სად იყავი? ეს აიღე. მიდი, დედა, ამისთვის ქალიშვილი ყავს. გაუშვი. კარგი. წაიღე ცოცხლად. ძალიან დავიღალე. მომიღევი ექიმ არა გითხრა. ყველაფერი კარგადაა, სერიოზული არაფერია, უბრალოდ ცოტა დაბალი მაჩვენებლები მაქვს. ჰედანორ, ოქროა, ფასი ყოველთვის აქვს. მაგრამ ადამიანი უმადურია, არაფასებს. შეუძლია ისე მოიქცეს, რომ ოქრომაც კი ფასი დაკარგოს. არა, ასია ხანიმ, ნიშნულოვანი არაფერია. მოგვარდება თუ კარგად ვიკვებები. ასევე მითხრეს, რომ უფრო ხშირად მივიდე. ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან ამ ბავშვს ვაფასებ. შეგიძლია ყველაფერი დაკარგო, მაგრამ ის არა. შეგიძლია საავადმყოფოში ექიმთან ყოველდღე იარო. არ ვიცი. გაიგე. გონი ვერ გაიგე. გავიგე. ძალიან კარგი. ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა, შოთა? კონკრეტულად რას გულისხმობთ, ფიქრეთ ბეი? შენს სიმამრსა და ცოლის ძმებზე. არაფრის თქმა არ მინდა, ფიქრეთ ბეი, იმიტომ რომ სიტყვა მივეცი, მაგრამ აშკარაა, რომ თქვენც რაღაც გაიგეთ. გავიგე, მაგრამ არ ვიცი რამდენად მართალია რაც გავიგე. ფიქრეთ ბეი, ცოტას კიდევ თუ დააგვიანებთ, გასაგები უკვე აღარაფერი იქნება. გასაგებია. შენ სიმამრს უთხარი აქ მოვიდეს, უნდა დაველაპარაკო. კარგი, ფიქრეთ ბეი. მერთო ჩემო. ციხეში ნახვის დღეები მაინც ქონოდა. რა ხდება რეშით? ჩემი ბიჭების დანახვა კი არა, მათი ხმის გაგონებაც არ შემიძლია. აქამდე ერთი იყო, ახლა ორივე. ვერ მოგატყუებთ. არ ვიცი სად არიან და რას აკეთებენ, მაგრამ გავიგებ. გავიგებ. ამ საქმეში თქვენ ნუ ჩაერევით. თუ ცუდ სიტუაციაში არიან მამა? ღმერთმა დაიფაროს. მამა, ფიქრეთ ბეი გეძახის. რა ხდება? რაღაც საკითხზე უნდა ლაპარაკი. ჩემი სიმპათიური ბიჭი ხომ ოჯახის თავი გახდება. იქნებ უნდა რომ ის გვერდით ყოფნა შემოგთავაზოს. მისთვის შოთაც საკმარისია. სად არის? სანადირო სახლში, მამა. შოთა. მამამ ბიჭებზე რამე ხომ არ გითხრა? მამა შენი ახლა აქ არ იყო ელიფ. შეგეძლო მისთვის გეკითხა.
ელიფ ნამდვილად რაღაც ხდება ასია ჩემი ქმარი გვატყუებს შენიც გვატყუებს ზეინებთან წადი შვილო იქნები იქ მაინც იციან კარგი დედა მე ძახდით ფიქრეთ ბეი ზამოდი ცოტა გავისეირნო ძმაო ძმაო რეშიდ რაღაც გავიგე სახეზე გეტყობა რომ შენც იცი ვიცი ფიქრეთ ვიცი მამა ჩემს ელაპარაკე ველაპარაკე ისიც კი მინდოდა პასუხი მომეთხოვა მაგრამ სამწუხაროდ პოლიციამ წაგიყვანათ ფიქრეთ სამზარეულოში ცოლი და ქალიშვილი მეკითხებიან სად არიან ჩემი ბიჭები მეკითხებიან რა მდგომარეობაში არიან ამბობენ სჯობდა ციხეში ყოფილიყვნენ იქ ვნახავდით მაინცო ამბობენ რომ ორივე სადღაც გაქრა რა უთხრა ფიქრეთ რა უთხრა უთხრა რომ ისიც არ ვიცი სად დამარხეს თმაურეშით მომისმინე ხდები ვერანაირი სიტყვებით ვერ დაგამშვიდებ მაგრამ თუ ცხელ გულზე რამეს გააკეთებ ამით უფრო მეტ მტერ შეიძენ და ასე იყოს ფიქრეთ უკვე არაფრის მეშინია და მამა შენმაც რომელსაც 40 წელია ერთგულად ვემსახურები ზურგი მაქცია დღეს არაფერი მითხრა მაგრამ მიპასუხებს მე ზუსტად ამას ვგულისხმობ ძმაო რაშიდ ნება მომეცი პასუხი მე მოვთხოვო იქნება მის უკან მამა ჩემი არ დგას იქნებ ვინმეს დასაცავად ცდილობს წონასწორობა შეინარჩუნოს ამიტომ ცოტა დრო მომეცი გავარკვევ რა ხდება და იმას გავაკეთებ რაც საჭიროა ფიქრეთ და ეგაკეთდეს ყველაფერი რაც საჭიროა იმან გააკეთოს ვინც პირველი გაარკვევს რა ხდება ვიფიქრე ჩემს დაიკოს მომენადრებოდი ჩემი დანახვა გაუხარდებოდა რა თქმა უნდა მომენადრეელებ განა შეიძლება არ მენადრებოდე მოგენადრე მაგრამ ჩემი ნახვა არ გიხარია არა უბრალოდ სხვა საკითხზე ვფიქრობდი და ამიტომ როგორ ხარ ჩემი გამზრდელი დედა როგორ არის დედა ცუდადაა მეც ცუდად ვარ ჩვენს ბიჭებს ვერ ვუკავშირდებით იმის თქმა მინდა რომ ჩემი ძმები გაქრნენ მამა გვატყუებს და როგორც ხვდები ჩემი ქმარიც გვატყუებს არ გძივა ზეინებ თვალებში შემომხედე შენც მომატყუებ
ელიფ არ ვიცი რა გითხრა სიმართლე მითხარი თუ გეშინია რომ შენ სიტყვებს დედას ან ვინმე სხვას ვეტყვი როგორც ხვდები რასაც მოვისმენ იმდენად მძიმეა რომ ვერ შევძლებ ამის შესახებ ვინმეს ვუთხრა ლეილამ ჯენგიუსთან ერთად გაქცევა სადა და დაიჭირეს ელიფ ძალიან მძუხარ მეტის მოსმენა აღარ მინდა უბრალოდ მითხარი ბრძანება მამაშვილმა გასცა არა როგორც ვიცი არა მაგრამ ფიქრეთი გაიგებს კარგი კარგი მოდი ჩემთან კარგი აბა დაინახე რაც მოგელისასიე ყოველთვის ფიქრობდი რომ უკეთესი არაფერი გველოდა მაგრამ გავიგე რომ ჩვენთვის სიკეთეს აკეთებ თუ ყველაფერს ისედაც იგებ მან რაღაც იყურები გამოდის სიმართლეა არა რაც გავიგე სიმართლეა ესე იგი ფიქრეთ ამ პრობლემები გვექნება ამას შენთან რა კავშირი აქვს ასიე რეპუტაცია შეგელახა თუ ფული მოგაკლდება მითხარი ნადიმე გაიმარჯვებს მე გიწაგებული დავრჩები ყოველთვის ასე იყო ყოველთვის ფიქრეთი ამავე დროს შენი დიშვილის აიშეს ქმარია რაიმე დანაკარგის ძებნა სისულელია პირიქით თუ გაიხარებ მხარს დაუჭერ ფიქრობ შენს გაიმარჯვებ დამიჯერე რიзвან თუ ასე არასწორად უნდა იფიქრო მაშინ კარგად მოგწეულ ხარ საქმეს რომ ჩამოშორდი ასეა გადაწყვეტილება უკვე მივიღე და ვალდებული არ ვარ ვინმეს ანგარიში ჩავაბარო გადაწყვეტილება მეც მივიღე ამიერიდან ჩემი ქალიშვილობის გვარს გამოვიყენებ ასიე ლედო ახალ არსებობს ახლა ასიე კაიათაა კარგი წინააღმდეგი არ ვარ შეგიძლია ყველას უთხრა მაგრამ ფრთხილად იყავი რეშიდმა არ გაიგოს რა მოხდება ეგ რეშიდი თუ გაიგებს თავის ძალას მაჩვენებს ნამდვილად მოგკლავს იმას ვფიქრობ თამირი როგორ დავიცვა ჩვენზე ნუ ნერვიულობ ფრთხილად იყავი შენ არ მოკლას ბიჭებს შენ არ უბრძანე ყველაფერი შენი ნებით გააკეთეს და შენი ბრძანებით ამის მოწმე ვარ შვენივრად ვიცი რაც თქვი ასიე არ ადგე მაქედან სადაც ზიხარ შენი ვაჟი გარეთ არ გაუშვა და ფიქრეთზე ზედმეტი არ თქვა გასაგებია თუნდაც რაღაც დროით მაინც შეიძლება ნადიმე დავწყევლო უკვე 30 წელია ისედაც წყვევლი ასიე 22 გაგძელე ოჩახ 32 ორი წელი არ ითვლება არა ასიემ რამდენს უნდა გაუძლოს რამდენს გავუძლო ჩემი ნახვა გინდოდა რეშით? დიახ, ილმაზ ბეი.
მინდა იმაზე ვილაპარაკოთ, რაც დავუდთან თქვით. უკაცრავად. ვერ წარმომედგინე, რომ არ იცოდი. შენ ხომ ყოველთვის ყველაფერი იცი. მართალი გითხრა, ვერც კი დავუშვი, რომ მსგავსი შესაძლებელი იყო. ესე იგი დავბერდი ილმაზ ბეი. მინდა გავიგო რა იცით. ყველაფერი მინდა ვიცოდე. ზუსტად რა გაინტერესებს რეშით? ბრძანება ვინ გასცა? ვინ შეასრულა და ჩემი ბიჭები სად არიან? რეში და ამ კითხვაზე თუ გიპასუხებ, მაშინ მთელი ჩემი გეგმები ჩამოიშლება, მაგრამ შეიძლება მწუხარე მამა ცოტა რომ დავამშვიდო, შემიძლია ვუთხრა, სად არიან დაკრძალული მისი ბიჭები? თუ დანარჩენ კითხვებზეც მიპასუხებთ, ილმაზ ბეი, მაშინ მზად ვარ თქვენ გემსახუროთ. ეს როგორ იქნება? ემსახურები რიზვანს, ფიქრეთსაც და მეც? ისე იქნება, როგორც თქვენ მოისურვებთ, რიზვან ბეი. მაშინ მხოლოდ ჩემს დაქვემდებარებაში იქნები რეშით. რიზვანის გვერდით იდგები და ფიქრეთსაც გადმომცემ, როცა მომინდება.